მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებ საშუალოსნოს კვანძოვან მიომასა და ორსულობაზე. საშუალოსნოს კვანძოვანი მიომა ეს არის საშუალოსნოს კუნთოვანი შრის კეთილთვისებიანი წარმონაქმნი, ჰორმონ-დამოკიდებული კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც კვანძის ზრდის მიმართულების მიხედვით შეიძლება იყოს სუბსეროზული, ინტერსტიციული, იგივე ინტრამურალური, სუბმუკოზური. მიომური კვანძები გავლენას ახდენენ ფერტილობასა და ორსულობაზე. უფრო ხშირად ხდება რეპროდუქციული ასაკის ქალებში, განსაკუთრებით გვიან რეპროდუქციულ ასაკში, შეიძლება იყოს წარმოდგენილი ერთი ან რამდენიმე მიომური კვანძის სახით. სუბმუკოზურმა მიომამ, რომელიც იზრდება საშუალოსნოს ღრუს მიმართულებით და იწვევს მის დეფორმაციას, შესაძლოა ხელი შეუშალოს დაორსულებას ან გამოიწვიოს უკვე არსებული ორსულობის შეწყვეტა. სუბსეროზულმა მიომამ ფეხზე შესაძლოა გამოიწვიოს ოპერაციული ჩარევის საჭიროება უშუალოდ ორსულობაში, ვინაიდან ამ დროს მაღალი რისკია მიომური კვანძის ფეხზე შემოგრევის ან თვითონ კვანძის ნეკროზის. დიდი ზომის ინტრამურალურმა კვანძმა ან კვანძებმა, რომლებიც იწვევენ ღრუს დეფორმაციას, შესაძლოა გამოიწვიონ ნაადრევი მშობიარობა, ორსულობისას სისხლდენა და საკეისრო კვეთის საჭიროება. ამიტომ ორსულობამდე მიომური კვანძების დიაგნოსტირების შემთხვევაში აუცილებელია ოპერაციული მკურნალობა, რათა თავიდან ავისწილოთ ორსულობის განმეორებითი დანაკარგების და ორსულობის გართულებების რისკი.